იმპროვიზებული წარმოდგენა ფრანგი და ქართველი მსახიობების შესრულებით ქალაქ ნანტის დრამის აკადემიის ახალგაზრდული დასი ახმეტანის თეატრში პრემიერაზე მუშაობს. Როგორია იყო ზრდასრული, ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც სრულ იმპროვიზაციაზე აგებული. წინა საპრემიერო სამზადისზე ლიზა ციკლაური გვიამბობს. იყო ახალგაზრდა და იყო თავისუფალი, ცეკვით, მოძრაობით და სიტყვით გამოხატული სათქმელი. იმპროვიზირებული წარმოდგენის თითოეული პერსონაჟის სცენიდან მაყურებელს საკუთარი განცდების შესახებ უყვება. ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია ახმეტელის თეატრში პირველად სრულდება. ჩემი მთავარი სათქმელი ახალგაზრდობის შინაგანი სამყაროს საზოგადოებამდე მიტანა. შევკრიბებ ფრანგი და ქართველი მსახიობები და წარმოდგენა ერთობლივად გავაკეთეთ. პერფორმანსი სრული იმპროვიზაციაა, ვფიქრობ, ორიგინალური გამოვა. საფრანგეთში მსგავსი ტიპის შოუები ძალიან მოსწონთ. საფრანგეთის ქალაქ ნანტის დრამის აკადემიის ახალგაზრდული დასი თბილისს პირველად სტუმრობს. მე დავრჩები, ასე ქვია, დასს, რომელიც უკვე 2 წელია პერფორმანსებს სხვადასხვა ქვეყნებში დგამს. მეექვსე კოპროდუქცია ამ წელს ახმეტელის თეატრის სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის. თეატრისთვის საინტერესოა, იმიტომ ჩვენი ახალგაზრდა მსახიობები მუშაობენ სულ სხვა სტილში, სულ სხვა ხერხებით, რომელიც ქართულ თეატრში არ არის და ნელ-ნელა ვიგებთ ერთმანეთისას, იქ რა ხდება, აქ რა ხდება. საათიან 2 საათი წარმოდგენის ხანგრძლივობა სპექტაკლის მსია დამოკიდებული. პერფორმანსში ყველაფერი ბუნებრივად ხდება, თუმცა თითოეული მსახიობი სხვადასხვა ენაზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა სხვადასხვა ენაზეა, ეს მაყურებელს სიუჟეტის გაგებაში არანაირ ბარიერს არ შეუქმნის. ჟესტიკულაცია, ქორეოგრაფია და მუსიკა სიტყვასთან ერთად იმ ერთობლიობას ქმნის, რომელიც ყველასთვის გასაგებია. ჩვენ ყვებით ახალგაზრდობაზე. ჩვენ ყვებით იმაზე, რომ ჩვენ როგორები ვიყავით, როგორები ვართ და აი ის მომენტი ბავშვობასა და დიდობას შორის რა ეტაპი გავიარეთ და საერთოდ გავიარეთ თუ არა. პრემიერა ახმეტელის თეატრში 12 ივნისს შედგება, როგორც რეჟისორი ამბობს, მაყურებელს წინ უჩვეულო სანახაობა ელოდება. არც ისაა გამორიცხული, რომ პარტერში მყოფნი შემთხვევით სცენაზე აღმოჩნდნენ.